რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილის სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე ხალხს უნდა ესაუბრონ, ქართულ ხალხს თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვს. გვახსოვს უამრავი მოწოდება ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნითაც მინიშნებები, რომ ჩვენ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში. პირდაპირ ჩართვა ომში. მიზანი მხარედ დაფიქსირდეს საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. თქვენს მარიფაძეა ძმებო დამოკიდებული. მარტივ ადამიანებს მარტივად აუხსენით, უფრო კრიტიკული აზროვნების მქონე ამომრჩეველს უფრო დეტალურად და დასაბუთებულად. მაგრამ ეს თემა აუცილებლად უნდა გამოგლიჯოთ პროჭორილელებს. ფესბეს არ უნდა კონდეს სრული ექსკლუზივი, როდესაც საუბარი ომისა და მშვიდობის საკითხებზეა. ეს არ უნდა იყოს მისთვის კომფორტული თემა, იმიტომ რომ ისტორია და პრაქტიკა სრულიად საპირისპიროს მოწმობს. რუსეთთან დაახლოება, რუსული ხელისუფლების დასმა ქვეყნის სათავეში არასდროს არ მთავრდება კარგი და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებით მოსკოვთან. არასდროს. 1 წელი, 2, 5, მერე აუცილებლად მობეზრდება თავის ტოვსწორად შენი ფორმალური აღიარებაც კი და აუცილებლად მოგიტრიალდება ჩასახლაბად. რაც უფრო მზად დახვდები მის გადამწყვეტ დარტყმას, მით მეტი შანსი გაქვთ გადარჩენის და წარმატების. აუხსენით არა მხოლოდ თქვენს, არამედ სხვის ან ნეიტრალურ ამომრჩეველს, რომ მხოლოდ რუსეთთან მეგობრობა არ გამოვა. იმიტომ რომ ამ სამყაროში რუსი მარტო აღარაა. რუსი საკუთარ თავსაც აღარ განიხილავს მარტოს. ჩემი თუ ორჯერად აგერ დუგინს მოусმინე და წაიკითხეთ. მთავარ ევრაზიისა და კრემლის სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთ ბურჯს. უკვე დიდი ხანია რუსი შეეგუა და აწყობს სულ ახალ კონსტრუქციებს, რათა პლანეტაზე გავლენა არ დაკარგოს. ამ კონსტრუქციაში შედიან ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ზოგ შემთხვევაში ჩინეთიც. ამიტომ ამომრჩეველი თქვენ თუ სხვისი უნდა დააყენოთ არჩევანის წინაშე. კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობის წინაშე. რუსეთი იქით იყოს და გინდა თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა აიათოლების ირანთან და კომუნისტების ჩრდილოეთ კორეასთან. მზად ხარ ამისთვის?